რუსული უპილოტოები პოლონეთში. პოლონეთმა თავის მხრივ ჯარები ბელარუსის საზღვარზე გადასხმა, ხოლო ტრამპი ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებს ელოდება. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი. დღეს 10 სექტემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1294 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. სწორედ ჩამოსულ თემებზე ვისაუბრებ დღეს. მანამდე კი მადლობა ჩემს გამომწერებს, ვინც უყურებს ვიდეოებს, აშერებს თავის სოციალურ ქსელებში. თქვენ კი ვისაც ჯერეს არ გაიკეთებიათ, ახლა უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე YouTube-ის ალგორითმს მიუთითებთ, რომ უფრო მეტ ადამიანს მიაწვნოს ეს ვიდეო. ასევე ვისაც დონაციის სრული აქვს, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. დავიწყოთ დღეს მთავარი ამბავი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ რუსული უპილოტოები პოლონეთში შეფრინდნენ, საპასუხოდ პოლონეთმა და ნატოს მოკავშირეებმა ჰაერში აწიეს ავიაგამანადგურებლები, ასევე საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა ხმელეთზე განლაგებული პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ყველა, ასე ვთქვათ, დრონი გაუნებელყოფილია, მსხვერპლი არ არის, დაშავებულები არ არიან, რამდენიმე სახლს დაეცა დრონის ნარჩენები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსმა უმალ გამოდო ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდითო გავაფრთხილეთო პოლონელები, რომ გზაკვალ აბნეული რუსული დრონები მათკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე ჩვენც კი ჩამოვაგდეთო. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბოდიში და ნატომ ამ ეტაპზე ჩაიჯვა, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ აფასებენ ამას როგორც თავდასხმას. თუმცა მეორე მხრივ მოდის შევხედოთ, იყო თუ არა ეს თავის მხრივ რუსეთის ინტერესებში, რომ ნატო ჩართულიყო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში. ამ ეტაპზე გვაქვს მიღებული, ანუ ვითარება ასეთი არის, რომ ეს დრონები განადგურებულია და უკრაინაში რა ხდება, ხო? ბრძოლის ველზე, სახელმწიფოების დონეზე ვსაუბრობ, ბრძოლის ველზე ჩართულები არიან უკრაინა, რუსეთი და ჩრდილო კორეა. ეს უშუალოდ ბრძოლის ველზე, ფრონტზე. გარდა ამისა, ამ ომში ჩართული არის ნატო და უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ასე ვთქვათ, ოღონდ ესენი არაპირდაპირ სხვადასხვა ტიპის სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარებით. და ახლა რუსეთის ინტერესი სწორედ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩართოს ამ ომში ფიზიკურად, იმისთვის, რომ მისი ეს ხანგრძლივი ომი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს და ომი ეკონომიკურ გამოფიტვაზე გაგრძელდეს. თავის მხრივ პოლონეთის პასუხი იყო, როგორც გითხარით, რომ ჩამოყარეს ყველა ეს უპილოტოები. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, ასე ვთქვათ, ცალკეულ ინციდენტად, რომელსაც, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი გაგრძელება ჯერჯერობით არ ექნება, თუმცა აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება, რა კონტექსტში მოხდა ეს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ბელარუსში დაგეგმილი წვრთნები, რომელიც ხვალ დაიწყება, ზაპად 2025, სადაც რუსულ-ბელარუსული ასეთი წვრთნები უნდა ჩატარდეს და ამ წვრთნებთან დაკავშირებით პოლონელებმა ბელარუსის საზღვარზე უკვე დამატებითი შეიარაღებული ძალები და შეიარაღება გადაისროლეს, როგორც ჩანს ამ დრონების ინციდენტის შემდეგ, ასე ვთქვათ, მაინც სიფრთხილეს თავი არ ჰტივა პრინციპით და პარალელურად ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ გამოიღვიძა ტრამპმა ისევ რაღაცა კომენტარები გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, ხოთაშორის უნდა ერთი დაკვირვება გაგიზიაროთ, ტრამპი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, თუმცა ძირითადად პრაქტიკულად ასე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ერთგვარი რაღაცნაირი პოლიტიკური კომენტატორის როლში მოგვევლინა, როდესაც უბრალოდ კომენტარებს აკეთებს, აღწერს იმას თუ რა ხდება და თვითონ რას გააკეთებს, ამაზე ასე ვთქვათ, დამატებით კომენტარებს და განცხადებებს არ აკეთებს და მან თქვა, რომ აი ამ კვირაში, ან დღეს, ან ხვალ უკვე ელოდება ევროპელ ლიდერებს ვაშინგტონში იმისთვის, რომ ილაპარაკონ იმაზე თუ რა მოუხერხონ რუსეთს, ასე ვთქვათ, უხეშად და უტრირებულად რო ვთქვათ. ეს არის კონტექსტი, რა კონტექსტშიც მოხდა რუსული უპილოტოების შეფრენა პოლონეთის ტერიტორიაზე, თუმცა დღესვე გავრცელდა Defense Express-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები ამას დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. პირველ ეტაპზე იყო შესყიდული რამდენიმე ათასი
ლიეტური სიმბარათი, რომელზეც ამუშავებდნენ პილოტოებს და იტესტებოდა, ასე ვთქვათ, რა შეეძლო უკრაინულ ბოდიში პოლონურ თავდაცვას და ეს აი ამ გატესტვის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, კონტექსტი იყო. ვნახოთ ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ყველა უპილოტო ჩამოგდებული არის, იქვე თავი გადაიზღვიეს რუსებმა და ბელარუსს ათქმევინეს, რომ ეს უგზო-უკლოდ და მართვა დაკარგული უპილოტოები იყო და ბელარუსმა ისიც თქვა, ჩვენ რამდენიმე ჩვენთან ჩამოვაგდეთო. არ ვიცი ამის სამვერსიის ვინ დაიჯერებს, ვინ არა. ნახოთ რა მოხდება, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ნატო კონსულტაციებში არის, არანაირი კმედით ნაბიჯი არ გადადგა, თუმცა რამდენად იყო სასრული ეს კმედით ნაბიჯი და ასე ვთქვათ, რუსეთუმეების საყვარელი მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემა არის. ეს კვირა კიდევ გამოირჩა იმით, რომ უკრაინაში, კიევში, სამთავრობო კვარტალში მოხდა კიდევ ერთი სამიზნის აფეთქება. ასე ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტს დაეცა რუსული რაკეტა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამ სამნახევარი წლის განმავლობაში არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული თავდასხმის ობიექტი არის სამთავრობო კვარტალი. პრაქტიკულად ყველა დაბომბვის დროს მცდელობა არის სამთავრობო კვარტალის დაბომბვის, თუმცა პრაქტიკულად ყოველ ჯერზე უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ახერხებდნენ მის მოგერიებას. თუ მეხსრება ამ ღალატობს, ჯამში აი ამ შემთხვევის ჩათვლით სულ 3-ჯერ მოხდა სამიზნეზე იერიშის მიტანა. ერთი იყო ეროვნული ბანკის გვერდზე შენობას დაეცა, მეორე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე შენობას და მესამე იყო უკვე მინისტრთა კაბინეტს. მინისტრთა კაბინეტს გავრცელებული ინფორმაციით ისკანდერის ტიპის რაკეტა მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისკანდერი ორი ტიპის არსებობს, ბალისტიკური და ფრთოსანი და ეხლა დადასტურებულად, ასე ვთქვათ, არ იწერება ინფორმაციები, თუმცა აი იმ მოვლენებიდან გამომდინარე და შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ დაბომბვას მოყვა, ვარაუდობენ, რომ ეს იყო ფრთოსანი რაკეტა და ასევე ვარაუდი არის, რომ ის არ აფეთქდა. რა იგულისხმება აქ? ანუ ეს რაკეტა მატარებელი არის ნახევარ ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერების და ის რომ აფეთქებული იყო, გაცილებით სხვა შედეგი იქნებოდა. ასე რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მოხდა, ორ ვერსიაზე არის საუბარი. ერთი ის რომ რაკეტა დაეცა, თუმცა ეს ძირითადი ამფეთქი არ აფეთქდა, რაც პრინციპში რუსული ტექნიკიდან გამომდინარე არ არის იშვიათობა, ასე ხდება ხოლმე მათი ხარისხიდან გამომდინარე, თუმცა არის მეორე ვერსია, რომ მინისტრთა კაბინეტს დაეცა ჩამოგდებული ისკანდერის რაღაცა ნაწილი, ხანძარი კი გამოიწვია რაკეტის მშრალმა საწვავმა, ანუ იმან რითიც რაც ამოძრავებს, ასე ვთქვათ, ამ რაკეტას, ეს აი ამ ასეთი ორი ვერსია განიხილება, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით. ასე როგორც გითხარით, ეს არ იყო პირველი მცდელობა მუდმივად არის სამთავრობო კვარტალის დაბომბვის, თუმცა მთელი ამ ომის განმავლობაში, როგორც გითხარით, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ შემთხვევის ჩათვლით 3-ჯერ მოახერხეს რუსებმა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის გაეძღვინათ სამთავრობო კვარტალში რაკეტა ან დრონი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპასუხოდ უკვე დონეცკში, ქალაქ დონეცკში მოხდა ორი შენობის დაბომბვა უკრაინული მხარის მხრიდან. აქ საუბარი არის, ასე ვთქვათ, სამხედრო შტაბებზე და ვარაუდი არის, რომ ეს იყო ფლამინგო, უკრაინული წარმოების თვითონ უკრაინელები ფრთოსან რაკეტას ეძახიან, უკრაინელების ნაწილი ამას დრონსაც ეძახის შორი მოქმედების. ყოველ შემთხვევაში, როგორც არის, ფლამინგოზე არის საუბარი და როგორც მე წინა ვიდეოში აღვნიშნე, უკრაინელები ფლამინგოს გამოყენებას დაიწყებენ აი ასე სხვადასხვა კონკრეტულ სამიზნეებზე, ჯერ არა იმ მაქსიმალურ მანძილზე, რაზეც თვითონ უკრაინელებმა უბრალოდ 1300 კილომეტრზე დაფრინავს, არამედ შედარებით მოკლე, თუმცა საკმარის დისტანციაზე მის დატესტვას, როგორ დაფრინავს, ამდენად ზუსტად ხდება, როგორ შეუძლია აცდეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და აი პირველი შემთხვევა თუ ყირიმის ნახევარკუნძულზე იყო, ეხლა ჩვენ ნახეთ უკვე ორი მიფრენა დონეცკში, რომელიც ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით გამაგრებული არის, მით უმეტეს რუსეთის არმიის თავშეყრის ადგილები, შესაბამისად, როგორც ჩანს, ფლამინგოს, ასე ვთქვათ, გატესტვა აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა,
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა დამატებითი განცხადება, რომ ახლა აუცილებელი არის უკრაინას მის შესაძლებლობა და მეტი შეიარაღება იმისთვის, რომ რუსეთის ზურგში შეძლოს სამიზნეების დაბომბვა, აქ საუბარი არის შორი მოქმედების შეიარაღებაზე და ამისთვის 300 მილიონი ევროს დახმარებაც დაამტკიცა, საიდანაც ნაწილი მოხმარდება უკრაინის სამხედრო წარმოებას და უკრაინელების მხრიდან საკუთარი შორს მოქმედი შეიარაღების შემუშავებას და ასევე ნაწილით მიეწოდება ეს შეიარაღება უკრაინას. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა როგორც ვთქვით 300 მილიონის დახმარება უკვე დამტკიცებულია და პარალელურად იქვე გააკეთა განცხადება, რომ დამატებით პეტრიოტების ორი სისტემა უკვე გადაეცა გერმანიის მხრიდან უკრაინას. ერთგვარ ურთიერთკავშირი შეგვიძლია დავინახოთ სამთავრობო კვარტალში გამძვრალ რაკეტასა და ამ აქტს შორის. და როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა, ის იმ ტრადიციული პოლიტიკური კომენტარებისგანაც და კომენტატორის როლიდანაც ასე ვთქვათ პრაქტიკულად გამოსულია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეხლახანს ამ კვირის გასული კვირის ბოლოს ამ კვირის დასაწყისში გააკეთა განცხადებები, რომ მას ეგონა, რომ ვთქვათ პუტინთან ყველაზე მეტად გაუადვილდებოდა ამ ომის შეჩერება, თუმცა ეს ვერ მოახერხა და საპასუხოდ ეხლა ელოდება უკრაინელებს ვაშინგტონში. უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა ახალი განტევების ვაცი იპოვა. თქვენ გახსოვთ, რომ ჯერ უკრაინაზე ცდილობდა ზეწოლას, რომ კაპიტულაცია გამოეცხადებინა და ეხლა ევროპას უქნევს თითს, რომ შეწყვიტეთ რუსული ნავთობის ყიდვაო. მოდით ამას მოკლედ შევეხოთ. ახლა ამ დროისთვის არსებული ვითარებით კი ევროკავშირი ყიდულობს რუსულ ნავთს, თუმცა ძირითადად ამას აკეთებენ სლოვაკეთი და უნგრეთი. და სლოვაკეთი და უნგრეთი რომ განსაკუთრებით უნგრეთი და ორბანი რომ ტრამპთან მეგობრობით ძალიან ამაყობს ეს ვიცით. დანარჩენმა ევროპამ ომის დაწყების შემდეგ სამწუხაროდ ომის დაწყების შემდეგ და არა მანამდე დაიწყო ასე ვთქვათ ალტერნატიული ენერგორესურსების ყიდვა და ამ ენერგორესურსებს ძირითადად ინდოეთიდან ყიდულობს. თავის ვიცით რომ ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობს, ასე რომ ვთქვათ შემოვლითი გზით მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ყიდულობს რუსულს, თუმცა აქ ძალიან საინტერესოა ის, რომ როდესაც ტრამპი ევროპას უქნევს თითს, ავიწყდება თავისი მოკავშირეები ორბანის და ფიცოს სახით, ასე რომ ნახოთ ვაშინგტონში ჩავლენ თუ არა ევროპელი ლიდერები და თუ ჩავლენ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. მე პირადად ნამდვილად მივესალმები, რომ ევროკავშირმა სულად შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, უკვე დიდი ხნის წინ მომხდარიყო ეს და შეიძლება სხვა შედეგიც ჰქონოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ შევხებივარ ნობელის პრემიის საკითხს, რომელიც ტრამპს ასე ძალიან უნდა და არ შევხებივარ ერთი ძალიან კონკრეტული მიზნის გამო, იმიტომ რომ პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ნობელს ვერ მიიღებს, რაც არ უნდა გააკეთოს. პირველ რიგში ვერ მიიღებს იქიდან გამომდინარე, თუ როგორ არის დაკომპლექტებული თვითონ ნობელის ჟიური, ასე ვთქვათ, ესენი არიან მემარცხენე შეხედულებების ხალხი და ისეთი ფიგურა, როგორიც არის თვითონ ტრამპი, ძალიან რთულად სავარაუდოა, რომ მას ნობელი გადაცეს, მით უმეტეს, რომ არაფერი არ გაუკეთებია მშვიდობის მიმართულებით ტრამპს. თვითონ კი ამბობს, რომ 8 ომი შევაჩერეო, მაგრამ რავი, თუ გახსენდებათ რომელი 8 ომი შეწყვიტა და შეაჩერა, გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ და აქვენ შეგახსენეთ, რომ თუ ჯერ ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელში, გამოიწერეთ არხი. აი მე ამასობაში ჩამოგიტყვით იმ მომენტს, რომელიც ვერ შეწყვიტა და რუსეთ-უკრაინაზე თვითონაც აღიარებს, რომ ვერ შეწყვიტა. რა, ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდა? აღარ მიმდინარეობს საჰაერო დარტყმები, ტყვეები გათავისუფლებულები არიან და მშვიდობა დამყარდა ახლო აღმოსავლეთში და მე არ ვიცი. თუ 12 დღიანი სამხედრო კამპანია, რომელსაც ისრაელი აწარმოებდა ირანის წინააღმდეგ და ტრამპმა ბიორებით, ბუნკერების დაბომბვით დააგვირგვინა, ასე ვთქვათ, იქ დასრულდა საფრთხე და ირანში საფრთხე აღარ არსებობს, ირანიდან საფრთხე აღარ მომდინარეობს და ირანი აღარ ეხმარება რუსეთს. თუ აი ინდოეთ-პაკისტანის ომი დაიწყო და დამთავრდა, თუმცა რამდენად იყო ეს ომი და რამდენად არ იყო აი მთელი ციკლის, რომელსაც
რომელიც ახასიათებს ამ კონფლიქტის ციკლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამაზე თქვენ დამეწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ და მეტი რა დაამთავრა. არაფერიც არ დაუმთავრებია, ის ასე ვთქვათ ცხოვრობს თავის ასე ვთქვათ ილუზორულ სამყაროში და ეძებს მუდმივად რაღაცა ახალ სამიზნეებს, სადაც შეიძლება ილაპარაკოს და ერთ-ერთი ასეთი სიგიჟე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იყო ის, რომ თურმე ჩვენ რომ წარმოგვიდგენია მსოფლიოში სახიფათო ქალაქები, არც ერთი არ არის ეგეთი სახიფათო, როგორც ამერიკის ქალაქები და ამიტომაც არის საჭირო, რომ იქ შეერაღებული ძალები და გვარდია გამოიყენოს ტრამპმა და ეს არის ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც ტრამპს ჩვევია და რომელთაც ის ახალისებს მსოფლიოში მზარდ ულტრა მემარჯვენე თუ ულტრა მემარცხენე იდეების მქონე პოლიტიკური ძალების გაძლიერებას. ეს ნამდვილად არის ახალი გამოწვევა ჩვენი საუკუნის. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ სპირალში, რომელსაც ქვია მე-20 საუკუნის 30-იანი წლები, როდესაც მთელ მსოფლიოში ეს ულტრა იდეები ძალიან პოპულარული ხდებოდა და სადამდე მიგვიყვანა ამ ულტრა პოლიტიკოსების პოპულიზმმა, მე მგონი ყველას გვახსოვს და ვიცით და მთელი საქმე იმაშია, რომ ახლა სწორედ პუტინი ცდილობს აი ამ ულტრა მემარჯვენე თუ ულტრა მემარცხენე ძალების პოპულარიზაციას და დიახ, არა აქვს მნიშვნელობა, საით იხრება კომპასი, მთავარია იყოს ულტრა, იმიტომ რომ ამას ახასიათებს ისეთი სიგიჟეები, რომელსაც მივყავართ იმ კატასტროფამდე, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომი. ბირთვული შეიარაღება თუ კი ამ ომამდე იყო ერთგვარი შეკავების იარაღი, ახლა გახდა ერთგვარი შანტაჟის იარაღი და პუტინი ამას მუდმივად იყენებს შანტაჟისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ ეტაპზე არანაირი არც სურვილი და არც ლოგიკა არ გააჩნია ამ შეიარაღების გამოყენების და რატომ? იმიტომ რომ ის თulis რომ ყველაფერი კარგად მიდის, მან გაარღვია დიპლომატიური იზოლაცია, რომელიც ჰქონდა, მას ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკება, ეპატიჟება ამერიკაში და მან მოახერხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩინეთის დე-ფაქტო ვასალია, მაინც ჩინეთში ჩადის როგორც სის თანასწორი. და შესაბამისად ის ასე ვთქვათ, აი ამ დიპლომატიურ იზოლაციის გარღვევას ნამდვილად მიიჩნევს წარმატებად. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ, როგორ იზრდება ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობა დასავლეთ ევროპაში და რა შეჭირდება ბირთვულის გამოყენება, როცა ასე კარგად მიდის საქმე მისთვის, მან ხომ იცის, რომ ბირთვულის გამოყენებას პასუხი მოყვება და პირველ რიგში ბირთვულის ახლა გამოყენების ერთ-ერთი მთავარი შემაჩერებელი სწორედ ჩინეთია, რადგან ის ნამდვილად არ სურს, რომ ვინმე პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი და მით უფრო მისმა ვასალმა რუსეთმა, იმიტომ რომ ის თუკი ვინმე ბენეფიციარი ყავს ამ ომს ცალსახად, ეს ნამდვილად არის ჩინეთი, ის გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, დიდ ეკონომიკურ მოგებას ნახულობს, ის ასევე მას ასე აწყობს გამოფიტვა პირველ რიგში რუსეთის, იმიტომ რომ უფრო მეტად დაიმორჩილოს, გამოფიტვა ევროპის, იმიტომ რომ მასეც კონდეს გავლენა, შესაბამისად ის ამ ომის აი ამ ფორმატში გაგრძელება ძალიან აწყობს, როდესაც რუსეთიც და ევროპაც, ევროკავშირიც იფიტება. უკრაინას არ ვახსენებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკრაინა ჩინეთისთვის არ არის ასე ვთქვათ რაღაც მნიშვნელოვანი, ეს იარაღი არის ჩინეთის გადმოსახედიდან, რომ ეს ომი რაც შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე წინა ვიდეოში ვსაუბრობდი ამაზე, რომ თუკი რუსეთმა შეძლო უკრაინაში გამარჯვების მოპოვება და გამარჯვება იქნება უკრაინის სუვერენიტეტის გაუქმება, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რუსეთზე დაქვემდებარება სრულად შესაძლოა მთლიანი უკრაინა არ მიერთოს, თუმცა ხელისუფლებაში ყავდეს აბსოლუტურად კონტროლირებადი მარიონეტი, ისეთი როგორც თქვათ ყავს ბელარუსში, საქართველოზე რო არ ვილაპარაკოთ და ეს ნამდვილად იქნება პუტინის გამარჯვება და ეს ნამდვილად გამოიწვევს ულტრა შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას ევროპაში და ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი და პუტინი გახდება ჰეგემონი მთელს ევროპაზე. ასე ჩვენ მივიღებთ
ასე ვთქვათ, მულტი ცენტრის მქონე სამყაროს, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ერთის მხრივ ამერიკა თავისთან იქ ატლანტიკის სივრცეში იქნება ჰეგემონი, პუტინი იქნება ჰეგემონი ევრაზიულ ნაწილზე და ევროპაზე მეტწილად, ხოლო ჩინეთი თავისთან იქ ცენტრალურ აზიაში იქნება ამისი ბატონ პატრონი და რამდენად გვაწყობს ჩვენ მოვლენათა ასეთი განვითარება ჩვენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს როგორც სუვერენულ ერთეულს ამაზე დავფიქრდეთ და კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი რატომ არ უნდა მოხდეს პოპულისტური იდეების გაჟღერება პოლიტიკოსების მხრიდან არის თვითონ ზელენსკი არ ვიცი რამდენად გახსოვთ, თუმცა მისი წინასაარჩევნო კამპანია და მე ამაზე მისაუბრია, აწყობილი იყო იმაზე, რომ როგორღაც რუსეთთან უნდა დავლაგდეთ და რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებას აწყობს ომის გაგრძელება, იმიტომ რომ ამაზე რაღაცა ფულს აკეთებენ. და ახლა სწორედ მას შემოუტრიალდა ეს პროპაგანდისტული მესიჯი, რომ თითქოს ზელენსკის აწყობს, ასე ვთქვათ, ამ ომის გაგრძელება, იმიტომ რომ რაღაცა ფულს შეუვლობს და კორუფციაში არის ჩართული. ხსენ როდესაც ხელისუფლებაში ხარ და რეალური პოლიტიკით ხარ დაკავებული და ისეთი გამოწვევის წინაშე გიწევს ოპერირება, როგორც არის პუტინი, ძალიან ფრთხილად უნდა იყო და აქვე შევეხოთ არჩევნებს, როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინაში არჩევნები, საომარი მოქმედებების დროს, საომარი მდგომარეობის დროს, როდესაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმას რომ იბომბება ქალაქები, როგორ უნდა მოხდეს ამისი ადმინისტრირება, აი ამ ყველაფერს ასე ვთქვათ თავი დავანებოთ და გვერდზე გადავდოთ და მარტო ერთი პარადიგმიდან შევხედოთ, როგორ წარმოგიდგენიათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, როდესაც მედია სრულად კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან და საომარი მოქმედებების დროს გვინდა არ გვინდა ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა ჩაატაროს ვინმემ საარჩევნო კამპანია. ან თუნდაც როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა ილაპარაკოს ოპოზიციონერმა კანდიდატმა. ან სად და როგორ. კიდევ ერთხელ ვიძახი იმ საფრთხეებს, რომ ტექნიკურად როგორ უნდა ჩატარდეს, სად უნდა ჩატარდეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა ჩატარდეს, ფრონტისპირა ტერიტორიებზე როგორ უნდა ჩატარდეს და რაც თავარია, უკრაინული არმია მილიონი ადამიანია დაახლოებით, სხვადასხვა, ანუ არ ვამბობ აქტიურს, ხო, სხვადასხვა მონაცემებით. მილიონი ადამიანია. ისინი ხმას ვის და როგორ აძლევენ, როგორ წარმოგიდგენიათ. ასე რომ არჩევნების ჩატარება თუ გვინდა უკრაინაში და თუ უნდა ვინმეს უკრაინაში, პირველ ეტაპზე საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და მშვიდობას უნდა მივახციოთ. სხვანაირად იქ არჩევნები ვერ ჩატარდება, утоპია არის ამაზე ფიქრიც კი. მოკლედ, ასეთი იყო დღევანდელი მიმოხილვა. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას, აქვე დავანონსებ, რომ ამ კვირაში რამდენიმე დღეში ველოდები ერთ ძალიან საინტერესო ინტერვიუზე თანხმობას და თუკი ეს გამოვიდა ამ შემთხვევაში ამ ინტერვიუსთან ერთად ამავე კვირაში შემოგთავაზეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიმოხილვას, თუ ინტერვიუ არ გამოვიდა, მაშინ ტრადიციულ ფორმატში. მადლობა რომ მიყურეთ, შეგახსენებთ რომ არხი გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, ასევე დონაციის მსურველებმა აღწერაში არის ანგარიშის ნომერი. მადლობა, დროებით.